მაგედავე წადიდეს თამაში რო არ მოიგო. გასტატოში არ დაგინახოთ არც. კურცკაია თითქოს შეიძლებოდა შონიას შეყოლება, არა მარჯვნივ გადაშალა შეტევა, შუბიძის სივრცე არის, საფეხბურთო შეტევა. ასიდან სიხარულიძეს გააქვს გოლი, ჯერჯერობით თამაშგარი არ ფიქსირდება და სიხარულიძემ მეოთხე გოლი გაიტანა ეროვნული ლიგის 2026 წლის გათამაშებაში და გაუტანა ყოფილ გუნდს. ნუ ასაკის საერთოდ რა ვიცო რა თამაშია ვაფშე რა ეგრე გინდა მოვიდე ბაშეთში მაგრამ არ მოვიგებ ეგრე ხო What is the corner please? We must go from there. Აბა დიდერაი იტამაშა. ვაჩი ახლა ხვალ შემოსული არცები. მაგედავე წადიდეს თამაში რო არ მოიგო. გასტატოში არ დაგინახოთ არც. ყურადღები 45 აი დაიგეთ ბიჭოს თქვენ გავდე თამაში რაღაცა თოთა რაღაც ინიციატივა გამოიჩინეთ ყველამ თო მილჩენკო სიმარჯვნივ კირკიტაძე ჩაწოდება საჯარიმო შიშოვნაძეს გაუვარდა ბუდიხელი და დამატება და დინამო მეორე ტაიმის დარწე აკანაბრებს გატარდილი გოლის ავტორი ჩემს მიერ ხსენებული ლუკა წულუკიძია ჩაწოდება დარბაზარის მიმართულებით და აი პირველი გოლი ხოზრავანიძეზე საუბრობდი რომ არ თონდა ამ სეზონში გატანილი და პირველად მოახერხა მე-13 ტურში გოლის გატანა იქნება ეს იყოს მისი კარგი ფორმაში შესვლის დასაწყისი არა ეს ფინიშია ეს დასასრულია დღევანდელი მატჩისა იმის მიუხედავად რომ დინამო წააგო პირველი ტაიმი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მაინც მოახერხა ლუკა წულუკიძისა და ლევან ხოზრავანიძის გოლებით ზედიზედ მესამე მატჩში გამარჯვების მოპოვება კარგი მატჩი ვიხილეთ დაძაბული განსაკუთრებით პირველი ტაიმი